პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ მამა ილიას მინდა მიულოცო აღსარებლობა. იმიტომ რომ ამბროსი ხელაიას მერე საქართველოს ეკლესიას შეემატა კიდევ ერთი აღსარებელი და როგორც მაშინ დევნიდნენ მართალსასულიერო პირებს, ისე დღესაც მათი სული დევნილი საეკლესიო პირების სული დღესაც გადმოსულია მეუფესშიოს სახით მასზე მეუფესშიოზე და ისიც აგრძელებს მართალი სასულიერო პირების დევნას. და მე მინდა აღვნიშნო ერთი ესეთი ფაქტი, როდესაც ჩვენ ვითხოვდით შესვლას საპატრიარქოში, მაშინ გვესაუბრებოდნენ დაცვის მეშვეობით. და მე მოვითხოვე, რომ რომელიმე სასულიერო პირი გამოსულიყო და მას გავსაუბრებოდით, იმიტომ რომ ამ სასულიერო პირებს არ ქონდათ კომპეტენცია და ცოდნა თუ საეკლესიო სამართლით როგორ ხდება, რა შემთხვევაში შეიძლება შესვლა, არ შეიძლება შესვლა და ამაში ესენი გარკვეულები რო არ იყვნენ, ამიტომ მოვთხოვე, ვისაც თქვენ ეს საუბრებით, ის გამოვიდეს სასულიერო პირი და ჩვენ ერთმანეთში ვიცით რა რას ნიშნავს, როგორ არის და გავარკვევთ ამ ყველაფერს. და როდესაც ამას საუბრობდი, მაშინ კედელს უკან ამოფარებულია მღვდელი. აი ფოტოებიც არის მე სოციალურ ქსელში, ჩემს Facebook გვერდზე ავტვირთე და იქ ჩანს ეს მღვდელი როგორ იმალება კარს უკან საპატრიარქოს კედელს ამოფარებული. ნახე მე ეს ფოტო შეიძლება ვაჩვენო. აი ეს ფოტოა. და რა გამახსენდა, იცით, აი ადამმა როცა შესწოდა ღვთის წინაშე და როდესაც ღმერთი მოვიდა პასუხის მოსაკითხად, ადამი იმალებოდაო, ბიბლიაში ესე წერია. ბუჩქებში იმალებოდა. და როდესაც ეს კადრი დავინახე ის, რომ თურმე რამხელა შეცდომა აქვს ღვთის წინაშე, რომ ასე დამალვა უწევთ. ეს ადამიანები არიან ამოფარებული ბუჩქებს და არიან ამოფარებული კედლებს. და არ ყოფნით გამბედაობა იმისა, რომ გამოვიდნენ და პირისპირ დაელაპარაკონ სასულიერო პირებს. ამისი გამბედაობა არ აქვთ. და მე მინდა აღვნიშნო ერთი რამე, რომ აი ეს არ შეშვება რა იყო. როგორც ქართულ ოცნებას ოკუპირებული აქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, ისე მეუფეშიომაც მოახდინა ოკუპაცია საპატრიარქოსი. და როგორც აი მაგალითად ქართული ოცნების წარმომადგენლები ხო სჯიან, მოსდევენ მართალი სიტყვის თქმელ ხალხს, იგივე ხდება ეკლესიაშიც. და ამას ახლა საიდან ვასკვნი? აი მამა ანდრია ჯაღმაიძემ მამა დოროთეს უწოდა მოძალადე. და თვითონ იძალადა არქიმანდრიტ ილიაზე. და დასაჯეს ვინ? არქიმანდრიტი ილია, ხოლო დეკანოზი ანდრია კიდე დარჩა დაუჟელი. გადავხედოთ როგორ იქცევა ქართული ოცნება. სჯის იმ ადამიანებს, ვინც მას ეწინააღმდეგება, მაგრამ თუ ქართული ოცნების მხარდამჭერი ხარ და დანაშაულს ჩადიხარ, ავიღოთ აი პოლიციელები ხო, რომლებიც თქვენზე ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, საზოგადოებაზე ძალადობდნენ, არც ერთი მათგანი დასჯილი არ არის. ნახეთ როგორი ერთნაირი მართლობის მექანიზმები აქვს ორივეს. თუ ჩაქთვალა თავისიანად, მღვდელს მიაყენე შეურაცხყოფა, იძალადე, თუ შენიანი არ არის, არაუშავს. და თუ შენ მის წინააღმდეგა ხარ, აუცილებლად დაიჟები. იგივეა ქართულ ოცნებაშიც. ანუ მეუფეშიომ, როგორც ქართულმა ოცნებამ, დაყო ერი და სამღვდელოება თავისიანებად და სხვისიანებად. ეს არ არის კეთილი მწყემსის საქციელი. ამიტომ ვამბობ მე რამოდენიმეჯერ აღვნიშნე და ისევ გავიმეორებ. მეუფეშიო არის დაქირავებული მწყემსი. როგორც სახარებაში წერია, დაქირავებული მწყემსი არის ის, როცა მგელი გამოჩნდება და გაიქცევა და დაიმალება და არ იცავს საკუთარ სამწყსოს. საქართველოში გამოჩნდა მგელი
ქართული ოცნების და რუსეთის სახით, დალეწა ახალგაზრდობა, დალეწა ჟურნალისტები, ექიმები, მასწავლებლები და მეუფე შიოს არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. აი საიდან თქვა მე ის რომ მეუფე შიო არის კეთილი მწყემსი. ამ ფაქტებზე დაყრდნობით მე ვამბობ იმას რომ ის არ არის კეთილი მწყემსი. ის არ ზრუნავს თავის სამწყსოზე. და რო უთხრა მამა ილიას შენდობა ითხოვე და მოინანიეო ეს არის თავარი მოთხოვნა. მოინანი ანუ შენდობის თქობა ბოდიში მოიხადეო. და ბოდიშს მამა ილია არც მამა დოროთე და არც ჩვენ არასდროს არ ვითხოვთ სიმართლის გამო. სიმართლის გამო რომ ჩვენ ბოდიში მოვიხადოთ ეს იგივეა რომ ეშმაკს უთხრა ბოდიში და მაპატიო. ამიტომ ეს კარგად დაიმახსოვრო. ჩვენ ჯვრით იქნება ჯვრის გარეშე იქნება ნებისმიერ შემთხვევაში ვემსახურებით ღმერთს. ამიტომ ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. თუ ფიქრობენ რომ ამით შეგვაშინებენ ძალიან ცდებიან. და მოისურვეს ისეთი ლუკმის გადაყვაპა, რომელიც გაეჭხირებათ ყელში და აუცილებლად მას გადაყვებიან. მამა დოროთემ თქვა თავიდან, როდესაც ის პირველად დაიბარეს, რომ შეცდომა იყო დაბარება. შეცდომა იყო დაბარება, იმიტომ რომ ამ დაბარებამ გამოაჩინა მათი ის მანკიერი მხარეები, რაც აქამდე დაფარული იყო საზოგადოებაში. და ასე რომ შენდობა მამა ილიას კი არა აქვს ათხოვი, შენდობა ითხოვოს მეუფე შიომ. შენდობა თხოვოს როგორც მამა ილიას, ასევე მამა დოროთეს იმ უსამართლობის გამო, რასაც ის აკეთებს. იმ ძალადობის მფარველობის გამო, რომელიც მის თვალწინ მოხდა, იმ წვალებლობის გავრცელების გამო, რომელსაც ის ხელს აფარებს, იმ დუმილის გამო, სადაც როცა მან არ დაიცვა საკუთარი სამწყსო, ამ ყველაფრისთვის მამა ილიას კი არა აქვს შენდობა სათხოვი. ამ ყველაფრისთვის შენდობა სათხოვი აქვს მეუფე შიოს. ეხლა ადგეს მამა დეკანოზი ანდრია, დეკანოზი მიქაელი და დაჭრან კერონ და თუ უნდა მოქსოვონ ჩემი ქადაგებები და ჩემი საეთერო გამოსვლები და მიუტანონ მეუფე შიოს და დამიბარონ. იქაც გავცემ პასუხს. ანუ თქვენ ელოდებით რომ თქვენ შეიძლება იყოთ დაბარებული საეპარქიო კომისიაზე? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ასე სათითაოდ რიგში ჩაგაყენეს? ასე გამოდის? კი, ეს არის ხელისუფლების დაკვეთა. და ეს ხელისუფლების დაკვეთა არის იმ ზემოთხსენებული ფაქტორების გამო, რაც მე აღვნიშნე. იმიტომ რომ როგორც ერში, ასევე ეკლესიაში ხელისუფლებას არ უნდა ის ადამიანები, რომლებიც მას რამეინმე სახის წინააღმდეგობას უწევენ. ამიტომ ეს არის ქართული ოცნების დაკვეთა, როდესაც შენ დიტო სამხარაძე საპატიო ადგილას გიზის გვერდში სვეტიცხოვლობას ტრაპეზზე მეუფე შიოს ტრაპეზზე ყავდა იქ დაპატიჟებული, არ ვიცი რატომ, იმიტომ რომ ტაძარს აშენებს ვაკეში თუ ბაგებში მაგიტო და ის რომ არქიმანდრიტს გოთვერანს ეძახის, ამაზე თვალი დაახუჭა იმის სანაცვლოდ, რომ ბაგებში ტაძარი ააშენოს, ვის უნდა ესეთი ადამიანის აშენებული ტაძარი? მამა ილია მithova პატრიარქთან შეხვედრა, მას ამაზე უარი უთხრეს და დააწიეს ბრძანება, რომელიც პატრიარქის მიერ არის ხელმოწერილი. ეს პოზიცია პატრიარქთან შეთანხმდა გადაწყვეტილებას მისი სახელი და გვარი და ხელმოწერა აქვს ეს ბრძანება. როგორ არის იცით, იმდენად არის ბუნდოვანი ის, რაც საპატრიარქოში ხდება, რომ მე ძალიან დიდი ეჭვი კი არა, აი დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პატრიარქმა ეს არ იცის. და ამ ყველაფერს მის მიღმა აკეთებენ. იმიტომ რომ როდესაც მღვდელთავა და ამას რაზე დაყრდნობით ვამბობ, რომ როდესაც მღვდელთავრის წინაშე დეკანოზი არქიმანდრიტზე ძალადობს და შენ და როცა მამა ილია მიუბრუნდა და უთხრა, რატო არა გაქვთ რეაგირება ამ ყველაფერზეო, სადო იძახიან. ანუ რასაც თვითონ უნდა აწყობთ, იმას ხედავენ და რაც არ აწყობთ, იმას ვერ ხედავენ. და ეს ყველაფერი მე საფუძველს მიქმნის იმისა, რომ ვიფიქრო, რომ პატრიარქმა ეს თუ იცის, ძალიან დამახინჯებულად.
რა გზა არის რომ მან გაიგოს თქვენი სიმართლეც, თქვენი თხოვეთ შეხვედრა, მაგრამ არ მოგეცათ ამის საშუალება. როგორ ხდება პატრიარქთან შეხვედრა იერარქიულად? ჩვენ მაგალითად ვუყურებთ პატრიარქთან ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტებს ხშირად. ეს არ ვიცი რა პროცედურულად თან ხდება როგორ, მაგრამ აი თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება ეს საინტერესო ალბათ მაყურებლისთვის და რატომ არ გაქვთ უფლება რომ შეხვდეთ პატრიარქს, როცა ეს აღარ არის ერთი ადამიანი, ეს არის უკვე ორი ადამიანი, თქვენ ამბობთ რომ თქვენს რიგში ხართ, გაქვთ ასეთი მოლოდინი და გაქვთ ეჭვი რომ ეს ხელისუფლების დაკვეთაა. ანუ თუ საკითხი მნიშვნელოვანია, პატრიარქთან შეხვედრა როგორ ხდება იერარქიულად? ადრე როგორ იყო, იცით, როცა პატრიარქი ჯანმრთელად იყო, ძალიან მარტივი იყო პატრიარქთან შეხვედრა. არ იყო ისე როგორც დღეს მეუფეშიოსთან. იმიტომ რომ ის გამოდიოდა საჯარო ადგილებში და მისი შეხვედრა, მისთან შეხვედრა უიქად შესაძლებელია. საპატრიარქოში ხა ჩვენ, რა ვიცი, აი სამებისგან მოყოლებული, მე წალკაში რაც ვიყავით წალკის რეგიონში, აი ნებისმიერ დროს შეგვეძლო პატრიარქთან საპატრიარქოში შესვლა და საუბარი. აი ნებისმიერ დროს. და დღეს უკვე რახან პატრიარქი ესე დაუძლურებულია, მასთან უკვე კომუნიკაცია არ ხდება და მეუფეშიო კიდე ნახეთ როგორც პატრიარქის საპირისპირო პოლიტიკას ატარებს. აი დღეს არ შეგვიშვეს ხო ხედავდა აი ტელევიზიებმა გადასცეს ხო ეს ეთერებში და ნათლად ჩანდა რომ მეუფეშიოს ოკუპირებული აქვს საპატრიარქო. ის რომ ღდელს არ შეუძლია საპატრიარქოში შესვლა, ეს როგორი რამეა, იცით, აი თქვენ რო ფორმულაში შესვლა ტელევიზიაში არ შემოგიშვა. აი ესეთი რამეა. და აი ხედავთ როგორი სრულიად საპირისპირო მოქმედებით გამოირჩევა მეუფეშიო პატრიარქისგან განსხვავებით. პატრიარქს ჰქონდა მუდმივი კომუნიკაცია ხალხთან, მეუფეშიო იქადაგებს ამბიონზე და წავა იმალება საპატრიარქოში, აი დამალვაქვია დღეს ამას, რა ქვია, აბა 4 მღვდელი მივედით და არ შეგვიშვეს საპატრიარქოში, მით უმეტეს, როცა განვაცხადე რომ რაღაც შეკითხვები მაქვს მეუფესთან და მინდა ამ შეკითხვებზე პასუხი მივიღო. და ეს ჩვეულებრივი ურთიერთობაა ნებისმიერ ეკლესიაში, სადაც ნორმალური სიტუაცია არა ისეთი, რაც ჩვენთან ხდება. ეს ჩვეულებრივი ურთიერთობაა მღვდელმთავარსა და მღვდელს შორის. როცა მღვდელს რაღაცა პრობლემა აქვს, მიმართავს მღვდელმთავარს ამ პრობლემების მოსაგვარებლად. როცა რაღაც კითხვები გაქვს, ჩვეულებრივად უნდა შეგეძლოს მღვდელმთავართან ურთიერთობა, მაგრამ თვითონ იმდენად შეშინებულია და იმდენად არ აწყობს ეს ყველაფერი, აი ძალიან ბრაზობს იმაზე, რომ გამოჩნდა მისი სახე თუ ვინ არის. როგორც ჩვენ გვითხრეს. აქამდე ყოველთვის იყო რაღაცა ისე დაფარულად მოქმედებდა უჩინარი ხელით. და საინტერესო კიდე იქ შეხვედრაში რა არის, იცით? აი რატო აქ მამა ანდრია ჯაღმაიძეს, უпростоრად დეკანოს, არა მამას, ანდრია ჯაღმაიძეს იმისი უფლება, რომ იქ სადაც მღვდელმთავრები განიხილავენ საკითხს, ესე შევარდეს და არქიმანდრიტს დაუწყოს ესეთი ტონით საუბარი და მერე კიდე მხარი კრას და ესეთი შეურაცხყოფა მიაყენოს ფიზიკური და სიტყვიერი. და მე უბრალოდ ესეთი კითხვა გამიჩნდა, ანდრია ჯაღმაიძეს ემორჩილება მეუფეშიო თუ მეუფეშიო ანდრია ჯაღმაიძეს. ამ მოვლენამ ესეთი კითხვა გამიჩინა, ვინ ვის უჯერებს იქ და ვინ ვის usmens. აი ხედავთ როგორი ქაოტური მდგომარეობაა? თქვენთვის არა გამჭვირვალე მინიმუმ. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება მღვდელმთავრების თან დასწრებით დეკანოზი ამდენს ბედავდეს. წესით დეკანოზი ჯაღმაიძე განსაკვეთია ძალადობის გამო. როცა პატრიარქთან შეხვედრაზე უარს გეუბნებიან, მიბრძანდით საეპარქიო კომისიაზე, მან მიიღო ასეთი გაწყვეტილება, თქვენ ყვებით მამა ილიას ყვება ასეთ ინციდენტზე, რომ ფიზიკურ შეხებასაც ხრის გაკვასაც ჰქონდა ადგილი და თუ საპატრიარქოში არ გიშვებენ, არის თუ არა სხვა მექანიზმი, არ ვიცი, სინოდის ხდომაზე ამის განხილვა, თუმცა ამ შემთხვევაში ვინ აყენებს ამ საკითხს. მე ვკითხულობ იმისთვის, რომ ამ საკითხს თქვენ ამბობთ, რომ თქვენი სიმართლე იჩაგრება, როგორ შეიძლება ეს მიიტანოთ მინიმუმ პატრიარქამდე თქვენი პოზიცია, ანუ თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ პატრიარქმა სრული სურათი იცის. სრული სურათი არ ამგონია იცის, თუ იცის ნაწილობრივ. როგორ არის იცით, რაც უფრო დრო გადის, გარკვეული მღვდელმთავრები უკვე ინტერესდებიან ამ საკითხებით. რამდენიმე მღვდელმთავარი დაინტერესდა ამ საკითხებით და
ერკვევიან სიტუაციაში უფრო ნათლად და უფრო ცხადად განსაკუთრებით ინტერესდებიან ამ წვალებლობის თემით, როგორ არის იცით, აი ეს წვალებლობა ყველაზე სახიფათო რამ არის და როდესაც მეუფეშიო ამას ხელს აფარებს, ამით ის ღუპავს ეკლესიას. და აქ საეჭოა რატო დუმს მეუფეშიო ამაზე. ჯერ ერთი ნახეთ მეუფე სტეფანემ შეურაცხყოფა მიაყენა მეუფეშიოს. იგნორი გაუკეთა. იმიტომ რომ მეუფე სტეფანეს არ აქვს უფლება მეუფეშიოს ეპარქიაში არქიმანდრიტს შენიშვნას მისცეს მისი უფლებების მისი ნებართვის გარეშე. აქ ნახეთ ორი რაღაცა იხატება, ან ერთი მეუფეშიო და მეუფე სტეფანეს შეთანხმებულად მოქმედებენ, ან მეუფეშიოს არ წყინს ის რომ მეუფე სტეფანე მის დაიგნორირა, არაფრად ჩათვალა, ფაქტობრივად არარაობად ჩათვალა და მის ეპარქიაში ესე აფათურებს ხელს. და ან მეუფეშიომ კანონიკა არ ესმის. მეორე ეს ვარიანტი. ასევე მწვალებლობასთან დაკავშირებით. მეუფეშიო რახან დუმს ამ მწვალებლობაზე, აქაც ორი ვარიანტია. ერთი, ან თვითონაც არ ესმის სწავლება, რა არის სწორი სწავლება ამ ზიარებასთან დაკავშირებით და მაგიტო დუმს, ან მეორე ეთანხმება იმას, რასაც მეუფე სტეფანე ამბობს. ორივე ერთმანეთზე უარესია. ასეთი მღვდელმთავარი არაფრით არ შეიძლება იყოს ეკლესიის საჭედპრობელი. ესეთი მმართველობა ღუპავს ეკლესიას და მეუფეშიოს აქეთკენ მიყავს ეკლესია. ამიტომ ჩვენ ახლა ეტაპობრივად თანმიმდევრულად მივყვებით ამ ყველაფერს და თავის დროზე მივმართავთ როგორც სოფლიო პატრიარქს, ასევე სხვადასხვა ეკლესიებს და მოგვიწევს ის რომ ვამხილოთ მეუფეშიოს ქმედებები. სხვა გამოსავალი თუ არ დარჩა აქამდე მივა საქმე. და მეუფეშიოს მოუწევს და მეუფე სტეფანეს მოუწევს სოფლიო ეკლესიების წინაშე, მართლმადიდებლური ეკლესიების წინაშე პასუხის გაცემა თავიანთ მწვალებლურ სწავლებებზე. მეუფე სტეფანეს სწავლებაზე, მეუფეშიოს კიდე ამ სწავლების მფარველობაზე. და რაც შეეხება ამ აკრძალვის შემდგომ რა გზა რჩება მღვდელს და გარდა ამისა თქვენ ამბობთ რომ არც ბუდიშ მოიხდის მამა ილია და გააგრძელებთ ასევე პროტესტის მხარდაჭერას. რა თქმა უნდა. არის იცით მამა ილიას და მამა დოროთეს თავიც რომ მოკვეთონ, მათი სისხლი ღაღადებს სიმართლეს. ამით მტყვილად ირჯებიან რომ ჯვრის ახსნით ან მსგავსი რაღაცებით გაგვაჩერებენ. აი სახარებაში არის ქრისტე უგნება პეტრეს შენ ხარო კლდე და შენც აღვაშენებო ეკლესიას და მამა დოროთე, მამა ილია, ეს მამა ანდრია ეს არიან სიმართლის კლდეები და ამითი ვერაფერს ვერ დაუშავებენ. ერთი ესეთი შემთხვევა მახსენდება ბასილი დიდის ცხოვრებაში არის ესეთი მომენტი იმპერატორი იყო დაპირისპირებული მას და იმპერატორი კაცი გაუგზავნა და დაემუქრა და უთხრა რომ ქონებას ჩამოგართმევთო, გადაგასახლებთო და თუ მაინც არ გააჩერდებიო მოკლავთო. და ბასილი დიდმა ესეთი პასუხი გასცა: მე დიდი ხანიაო ქრისტეს გულისთვისო, ყველაფერი დავტოვეო. თუ გადამასახლებთო, ღმერთი ყველგან არისო და მე მაინც ყველა შემთხვევაში ღმერთთან ვიქნებიო. და თუ მომკლავთო, კიდევ უკეთესიო, უფრო მალე შეუერთდებიო ღმერთს. ეს არის მამა დოროთეს, მამა ილიას, ჩემი და მამა ანდრიას პასუხი მეუფეშიოს და ქართულ ოცნებას. ვერც არაფერი არ აქვს ჩვენ არც ქონება, რომ ჩამოგვართვან და რამეს შევტიროდეთ, მით უმეტეს ბერები ვართ და როცა აღვიკვეცეთ, მაშინ ამ ყველაფერზე თავის დროზე უარი ვთქვით, არა მარტო ფიზიკურად, არამედ შინაგანაც და სულშიც. ასევე გადასახლებითაც თუ გადაგვასახლებენ, არც ეს შეგვაშინებს, იმიტომ რომ ღმერთი ყველგან არის და თუ დაგხვირავენ და სიცოცხლეს მოგვისპობენ, არც მაგისი გვეშინია, იმიტომ რომ ვიცით რომ მართალისულებით წავდგებით ღვთის წინაშე. ამიტომ რამდენიც უნდა იწვალონ და იტანჯონ. ჩვენგან დუმილს ვერ ეღირსებიან. დიდი მადლობა. არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია იყო ჩვენი სტუმარი დღევანდელი და მე ვადასტურებ, მეუფეშიო არის საქართველოს ეკლესიაში რუსული პოლიტიკის და გავლენების გამტარებელი და ასევე ქართული ოცნების შეკვეთების გამტარებელი. ჩაიწეროს არქიმაიმან დეკანოზმა ბოტკოველმა და დეკანოზმა ანდრიამ და დამიბარონ ველოდები.